No, I'm not putting troops anywhere. If I were, I certainly wouldn't tell you, but I'm not putting troops. დონალდ ტრამპის განცხადებით თეირანის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში აღიქმავს ირანში ამერიკის სახმელეთო ჯარების განლაგებას. მისივე თქმით, ყველაფერი არათუ გეგმის მიხედვით სრულდება, არამედ ვაშინგტონი დაწესებულ გრაფიკსაც კი უსწრებს. ხოლო თავად სამხედრო მოქმედებებს დონალდ ტრამპი ექსკურსიას უწოდებს. We're doing this excursion, and when it's completed, we're going to have a ჩვენ ამ ექსკურსიას ვატარებ და როდესაც ის დასრულდება, სამყარო გაცილებით უსაფრთხო იქნება. ფიქრობ, ყველა ქვეყანა ფიქრობს, რომ ირანის ქმედებები საშინელია, რადგან ის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის, ახლო აღმოსავლეთისა და მთელი მსოფლიოსთვის. ფიქრობ, პრაქტიკულად ყველა ქვეყანა მეთანხმება ამაში. ჩვენ გავანადგურეთ მათი საზღვაო ძალები და თითქმის ყველაფერი, რაც კი გასანადგურებელი იყო, ხელმძღვანელობის ჩათვლით. მათი საზღვაო და საჰაერო ძალები გაქრა, ისევე როგორც მათი ჰაერსაწინააღმდეგო აღჭურვილობა. ჩვენ დავფრინავთ სადაც გვინდა თან ისე რომ არავინ გვესვრის. მათ ახალი ლიდერები აირჩიეს და მალევე ისინიც გაქრნენ. ისევ აირჩიეს და ისევ გაქრნენ. ახლა ისინი კვლავ ახალი ლიდერების ძიებაში არიან. თუ მოვინდომებთ, ნებისმიერ დროს შეგვიძლია ხარგის კუნძულის აღება. მე მას პატარა ნავთობის კუნძულს ვუწოდებ, რომელიც იქ სრულიად დაუცველია. იქიდან მილების გარდა ყველაფერი ამოვიღეთ. ისინი დავტოვეთ, რადგან მილების აღდგენას წლები დასჭირდებოდა. მაგრამ ვიტყოდი, რომ გრაფიკს მნიშვნელოვნად ვუსწრებთ. მე ეს უნდა გამეკეთებინა. იმას, რასაც ვაკეთებთ, ექსკურსიას დავარქმევდი. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თხოვა აღარ გაიმეოროს თავდასხმები ირანის ბუნებრივი აირისა და ნავთობ ობიექტებზე. მიუხედავად იმისა, რომ ომის მთავარი მამოძრავებელი რესურსის მწარმოებელი წერტილები ვაშინგტონისა და თელ-ავივის სამიზნეებად პირველივე დღეებიდან იქცა, ახლა დონალდ ტრამპი ამ მოთხოვნას ბაზარზე მკვეთრად გაზრდილი ფასების დასტაბილურებით ხსნის. თხოვნას ბენიამინ ნეთანიაჰუ დათანხმდა, თუმცა დასძინა, რომ ისრაელი განაგრძობს დასახული სტრატეგიული მიზნების შესრულებას. אני יכול לבשר לכם. შემიძლია გაცნობოთ, რომ ირანს დღეს არ აქვს ურანის გამდიდრებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობა. ჯერ ნაადრევია იმის თქმა გამოიყენებს თუ არა ირანელი ხალხი ჩვენს მიერ მათთვის შექმნილ პირობებს ქუჩაში გასასვლელად. ვიმედოვნებ ეს მოხდება. თუმცა საბოლოო ჯამში ეს მხოლოდ მათზე იქნება დამოკიდებული. ოპერაცია აღმავალი ლომის დროს ჩვენ გავანადგურეთ ირანის რაკეტები და მათი ბირთვული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. თუმცა ახლა ჩვენ ვანადგურებთ ქარხნებს, რომლებიც აწარმოებენ კომპონენტებს ამ რაკეტებისა და იმ ბირთვული იარაღის დასამზადებლად, რომლის შექმნასაც ისინი ცდილობენ. ჩვენ ვანადგურებთ მათ სამრეწველო ბაზას, ისე როგორც აქამდე არ ვაკეთებდით. ირანს საჰაერო თავდაცვა უსარგებლო გახდა. მათი საზღვაო ფლოტი ზღვის ფსკერზეა. მინდა ეს შესავალი სიტყვა კიდევ ერთხელ ამბავზე გამოხმაურებით დავასრულო. კერძოდ ამბავზე, თითქოს ისრაელმა ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან კონფლიქტში ჩაითვლია. ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ვინმეს შეუძლია პრეზიდენტ ტრამპს უთხრას, რა გააკეთოს? კარგით რა. პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის იღებს გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, რა მიაჩნია მას ამერიკისთვის საუკეთესო და ვფიქრობ, რა არის კარგი მომავალი თაობებისთვისაც. ხშირად ამბობენ, ვერ გაიმარჯვებ, ვერ მოაწყობ რევოლუციებს ჰაერიდან, რაც მართალია. ბევრი რამის გაკეთება ჰაერიდან შეიძლება და ჩვენ ამას ვაკეთებთ, მაგრამ ასევე უნდა არსებობდეს სახმელეთო კომპონენტი. ამ სახმელეთო კომპონენტისთვის ბევრი შესაძლებლობა არსებობს და თავს ვიკავებ, რომ არ გაგიზიაროთ ყველა ამ შესაძლებლობის შესახებ. Sharing with you all those possibilities. 19 მარტის ღამით ირანმა დაარტყა ისრაელის ქალაქ ჰაიფაში მდებარე ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას, რის შედეგადაც თელ-ავივი მცირე ზიანის შესახებ იუწყება. თეირანი იერიშებს არ წყვეტს არა მხოლოდ მოწინააღმდეგის, არამედ სპარსეთის ყურის ქვეყნების მისამართითაც. 19 მარტის ღამით დუბაის მთაზე ირანული საბრძოლო საფრენი აპარატების კვალი ჩანდა. ქუჩებში კი საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა.